ხობის რაიონის სოფელ 1 მაისში პატრიარქმა სამონასტრო კომპლექსი გახსნა. მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის მონასტერი 3 ტაძარს აერთიანებს. კომპლექსს ასევე აქვს საპატრიარქოს რეზიდენცია და საგანმანათლებლო ცენტრი. უწმინდესის მიერ ტაძრის კურთხევის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის წევრები და უმრავლესობის ლიდერები დაესწრნენ. ხვალ ილია მეორე ხობის დედათა მონასტერში მიბრძანდება და წირვას აღავლეს. 12 მაისს კი კათოლიკოს პატრიარქი ფოთში საკათედრო ტაძარს გახსნის. 7 წელია ვაშენებთ ამ ტაძარს. მეუფე გრიგოლის კურთხევით 2006 წელს იკურთხა საძირკველი. ვაშენებდი, ძალიან დიდი პრობლემებიც იყო, ომიც იყო, ყველაფერი იყო, კრიზისი იყო, გავიარეთ ეს ყველაფერი და დღეს ხედავთ, რომ ეს სამონასტრო კომპლექსი უაღრესად აშენებულია. დღეს მებედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა ძალიერსათვისა მოსცეს, უფალმა ნაკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მშვიდობას უფევდეს საქართველოში და მთლიანობაში ძალა ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს და ღმერთი აერთიანებს. მაშინ ვისმინოთ ხმა უფლისა და ერთიანობა შევინარჩუნოთ.